Brundabis პირდაპირ ეთერში ქალბატონებო და ბატონებო მოგესალმებით კიდევ ერთხელ დილის ფორმატის შემდეგ უკვე არც იღებს შუადღის გამოშვება ძალიან საინტერესო თემებითა და სტუმრებით. ხო, ეხლა მოკლედ რეზუმეს გავაკეთებ დილის გადაცემის. ვისაუბრებთ საწარმოთა ერთიან ბრუნვაზე. ბატონი გიორგი ხანიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, რომელმაც დინამიკა და საწარმოების ჩაშლა კლასიფიკაციების მიხედვით ძალიან კარგად მოახდინა. ვისაუბრეთ როგორც მსხვილი ბიზნესების ოპერირებაზე, ასევე მცირე და საშუალო, ასევე მიკრობიზნესების ოპერირებაზე ზრდა გვაქვს რეალურად 11.6%-ით, რაც მიანიშნებს იმას, რომ ქართული ბიზნესის გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო გათეთრება ამ შემთხვევაში, ანუ საუბარი მაქვს იმაზე, რომ უკვე რეალურად ისინი სარგებლობენ ბუღალტრული და აუდიტორული ლიცენზირებული მომსახურებით, ასევე საბანკო სექტორთან ურთიერთობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომაც ეს იყო გადაცემის პირველი ბლოკის თემა. გადაცემის მეორე ბლოკში ვისაუბრეთ სპორტულ სამიტზე, რომელიც მიმდინარე კვირის შაბათს გაიმართება და ძალიან საინტერესო სპიკერატი არის წარმოდგენილი და ვისაუბრეთ ერთ-ერთ ქართველს, სხვათა შორის, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები აპირებს ჩრდილო პოლუსის დალაშქვრას ოფროუდის ავტომობილით. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ტიპის აქტები ქვეყნის მარკეტინგული პოზიციონირებისთვის. ვისაც არ იღურებიათ დილის გადაცემა, აუცილებლად გადაახვიეთ და უყურეთ დილის 8 საათზე პალეტრა ნიუს. ეხლა შევხედოთ გემოდელ თემატიკას. დღეს ძალიან საინტერესო ორი ბლოკისგან შედგება ჩვენი გადაცემა. გადაცემის პირველ ბლოკში ვისაუბრებთ ცირკულარულ ეკონომიკაზე, მის მნიშვნელობაზე, გამოწვევებზე და წარმატების მაგალითებზეც, რომელიც ამ კუთხით გვაქვს დაგენერირებული, არა მრავლად, მაგრამ გვაქვს და უნდა გავუფრთხილდეთ ამ ყველაფერს და გადაცემის მეორე ბლოკში უკვე ვისაუბრებთ ენერგეტიკის პრიზმაში, გრედას აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ვისაუბრებთ როგორც საკანონმდებლო პრეფერენცირების საკითხზე, ასევე სხვადასხვა მასტიმულირებელ ღონისძიებებზე, რაც ჭირდება ჩვენს ერთიან ენერგოსისტემას. ხო, დავიწყოთ მოკლედ გადაცემა. პირველი ბლოკი, როგორც გითხარით, იქნება დაეთმობა ცირკულარულ ეკონომიკას და პირდაპირ ეთერში მე მივესალმები გადაცემის თანაწამყვანს, ავტობანის დამფუძნებელს ბაკუ გუნდაძეს. ბაკუ, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს დღეს. ჩვენი ძალიან ხშირი სტუმარი, ჩვენი დიდი მეგობარი, ბატონ მურმან ბატარაიას მინდა მივესალმო, რომელიც ბიოდიზელ ჯორჯიას დამფუძნებელი გახლავთ. მოგესალმებით მურმან, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა მნიშვნელოვან გამოწვევებზე, ვსაუბრობთ მნიშვნელობაზე ცირკულარული ეკონომიკის და ამ ყველაფერზე საუბარი წარმატების მაგალითების გარეშე წარმოუდგენელი. შესაბამისად, ახლა ის პრეცედენტი და მოცემულობა, რასაც თქვენ წერთ ამ მიმართულებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრისთვის და არაერთი მნიშვნელოვანი გეგმა და განხორციელებული კონცეფცია გაგაჩნიათ. შესაბამისად, დავიწყოთ ჩვენი საუბარი ზოგადად აი ამ კონტრიბუციაზე, რასაც ბიოდიზელ ჯორჯია შეჯამება რომ გავაკეთოთ, კი ბატონო. იქ საუბარი მათ შორის ჰქონდა ერთ-ერთ წინა გადაცემაში ფოთის ტერმინალთან მიმართებაშიც გაფორმებულ მემორანდუმზე, აქაც შეგვიძლია რომ გარკვეული აპდეიტები გავაკეთოთ და მოკლედ სასაუბრო ძალიან ბევრი გვაქვს. მაშინ ფოთით დავიწყეთ. დავიწყოთ ფოთით. ისეთ ყურადღებაში მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის დიდი პატივია და მადლობა მუდმივი ინტერესისთვის, რომელიც გამოხატავ ჩვენი პროექტების მიმართ. დავიწყებ EPM ტერმინალს ფოთით, უახლოეს პერიოდში ჩამოგვივა ბიოდიზელი საქართველოში, ეს იქნება დაახლოებით 60 დღეში და ჩვენ დავიწყებთ ბიოდიზელის მიწოდებას EPM ტერმინალისთვის. ასევე ამავე შეხვედრაზე და ამავე გადაცემაში, როგორც აღნიშნე სანდრო, უახლოეს პერიოდში გეგმავთ დრაიპორტისთვის ტვირთის მიწოდებას, ესეც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია და კომპანია ძალიან აქტიურად მუშაობს იმ კომპანიების იდენტიფიცირებაზე საქართველოში, ვისაც აქვს ძალზედ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც აღნიშნე, აქვს მაღალი სტანდარტი ბიზნესის კეთების, აქვს ბიზნესის გამწვანების პოლიტიკა და შესაბამისად ქმედით ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. აქედან გამომდინარე და სხვა შორის არც თუ ისე ცოტაა, როგორც აღმოვაჩინე და დავაიდენტიფიცირეთ ამ კუთხით კომპანიები, განსაკუთრებით საერთაშორისო კომპანიები, რომელსაც აქვთ გაცხადებული პოლიტიკები 2030 წლამდე, 2040 წლამდე თუ როგორ უნდა მოახდინონ მათი ბიზნესის გამწვანება და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბიოდიზელი ჯორჯიას პროდუქტი, ბიოსაწვავი, ეკოლოგიურად სუფთა 100%-ით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ მოახდინონ თავიანთი ბიზნესების ასე ვთქვათ, საუბარი მაქვს ტრანსპორტის სექტორის, ასე ვთქვათ, გამწვანება ამ კუთხით. როგორც აღნიშნე პირველ ეტაპზე ჩვენ პარტნიორობით მუშაობთ ევროკავშირის ქვეყნებში, საბერძნეთში ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან და სწორედ საბერძნეთიდან ერთობლივად წარმოებულ ბიოსაწვავს თავაზობთ, ხოლო მას შემდეგ რაც უკვე ახალი გადამამუშავებელი საწარმო ამუშავდება, რა თქმა უნდა, ადგილობრივ წარმოებულ პროდუქციას შევთავაზებთ მათ. რა პერიოდებზე არის გაწერილი ახალი გადამამუშავებელი საწარმოს ფორმირება? ამაზეც ვქონდა ჩვენ საუბარი, არა გზის ასიხები და ვადები როგორ. კი ბატონო, მადლობა შეკითხვისთვის. მე მინდა ერთგვარი შეჯამება გავაკეთო თუ მთელი ამ
9 წლის პერიოდის განმავლობაში რა ნაბიჯები გადადგა ბიოდიზელი ჯორჯიამ ამ მიმართულებით სად ვართ ახლა პროექტის განვითარების კუთხით და რა ეტაპები არის საჭირო პროექტის მასშტაბირების კუთხით ზოგადად როგორც მოგეხსენებათ ბიოდიზელი ჯორჯია რამოდენიმე პროექტს ავითარებს ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის ნარჩენების მართვის მიმართულებით თუმცა ერთ-ერთი წამყვანი ადგილი სანდრო უჭირავს სწორედ ბიოდიზელის წარმოების განვითარებას და საკვანძო ამავდროულად იმიტომ რომ 2017 წელს დავიწყეთ მოგეხსენებათ ეს აქტივობა სამ ეტაპად გვაქვს პროექტი გაყოფილი. პირველი ეტაპი დასრულებულია, ახლა ვართ განვითარების მეორე ეტაპზე. მეორე ეტაპი გულისხმობს ეგრეთ წოდებული Green Hub-ის მშენებლობას ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე დაწყებულია სამშენებლო პროცესი და მესამე ეტაპი უკვე გულისხმობს კონკრეტულად ზღვასთან ახლოს გადამამუშავებელ საწარმოშენებლობას, სადაც უკვე უფრო დიდ მასშტაბებზეა საუბარი. თუმცა რატო არის მასშტაბირება ძალზე მნიშვნელოვანი ამას მინდა ხაზი გაუსვა და რატო არის ენერგეტიკის სექტორში აი თქვენ ზუსტად ენერგეტიკა გიქნება ჩემგან ბლოკში და დარწმუნებული ვარ თქვენი შეიძლება თქვენი სტუმარით შეეხოს ამ საკითხებს რატო არის მნიშვნელოვანი ისევე როგორც ქარის ენერგია ისევე როგორც ჰიდროელექტროსადგურები მცირე და დიდი ჰესები ისევე როგორც მზის ენერგია სწორედ სასიცოცხლო მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით ტრანსპორტის სექტორში ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების წარმოების განვითარება პირველ რიგში იმიტომ რომ ბიოდიზელი არის ეკოლოგიურად სუფთა საწვავის არის განახლებადი ენერგია არის კარბონეიტრალური წვისას არ გამოყოფს არანაირ მავნე მინარევებს ძიმე მეტალებს და შესაბამისად ეს არის გარემოზე დადებითი ზემოქმედება მეორე ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით სოციალური ყოფის კუთხითაც არის გრძელვადიანი ასე ვთქვათ შეფასების კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტი და კოეფიციენტი ამცირებს ემისიების შემცირება თავის მხრივ ქვეყანას ხელს უწყობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში დაწყებული პარიზის შეთანხმებიდან ჩვენ არაერთი საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს სანდრო აღებული და ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი დასაქმების ადგილების ზრდა პროფესიონალი მუშახელის ჩამოყალიბება ამ ნაწილში ბიუჯეტში გენერირებული არაერთი მილიონი თანხა სწორედ ეს ის პარამეტრებია რაფსის კულტურის განვითარება საქართველოში და აგროსექტორის სხვა შორის ჩვენ პანდემიამდე რაფსის კულტურა საქართველოში ვავითარებთ მაგრამ მოგეხსენებათ პანდემიამ ძალიან ბევრ ბიზნესს შეუცვალა ქცევა და ბიოდიზელი ჯორჯიამაც იმ პანდემიის მერე ვერ განავითარა ეს პროექტი თუმცა ახლა უბრუნდებით ამ პერიოდს ჩვენ საპილოტე მუნიციპალიტეტები ქონდა შერჩეული დავტესტეთ ადგილობრივ ფერმერებთან ერთად საკმაოდ კარგი შედეგები ქონდა ამ კუთხით და თუ ეხა მაგალითად ნედლეულის მიღების კუთხით მხოლოდ მეორეული მცენარეული საკვებზეთებზე ვართ ორიენტირებული ამ ნარჩენებზე როგორც ცივილიზებულ სამყაროში ტექნიკური ასე ვთქვათ ზეთების გამოყენება ხდება ბიოსაწვავის საწარმოებლად სწორედ ამ მიმართულების განვითარებასაც ასე ვთქვათ შეუწყობთ ხელს და ეს თავისთავად ცხადია უკვე აგრარული სექტორის განვითარებასაც მოუტანს ბენეფიტებს ძალიან დიდი ჯაჭვია აი ეს არის ძალიან დიდი ჯაჭვი თუმცა ხაზი მინდა გაუსვა რომ არსებობს დამაბრძოლებელი გარემოებებიც, მაგრამ არა გადალახვადი. მე მადლობა მინდა გადაუხადო ეკონომიკის სამინისტროს ვისარგებლო შემთხვევით, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე არაერთი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა კანონმდებლობის ჰარმონიზების კუთხით. სხვადასხვა მიმართულებით მიმობნეულად, თუმცა ეხლა რასაც ვაკვირდები და ვაფასებთ მენეჯმენტის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოხდეს ერთიან პრიზმაში კანონმდებლობის ცვლილება და ჰარმონიზება ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და დაბრკოლება მაგალითად როგორც ცივილიზებულ სამყაროშია ჩვეულებრივ ნავთობდიზელი ბიოდიზელთან ბლენდირებული სახით გამოიყენება საცალო ქსელში შეიძლება ძალიან ბევრმა არ იცის მაგრამ რომ გამართავს თავის ავტომობილს იქ უკვე ბიოდიზელი შერეულია ჩვენ გვაქვს გეგმაში რომ და მუშაობთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან რომ ეტაპობრივი შერევა დაინერგოს არ არის აუცილებელი რომ მაგალითად B10-ის ბლენდირება დაიწყე B1-ით და დაიწყე შემდგომ ეტაპობრივი განვითარება მაგრამ ამას ჭირდება იმპორტის რეჟიმში ნედლეულის დაშვებაც არსებული ნედლეული რაც საქართველოს ბაზარზე ამ პროცესს არ ეყოფა სანდრო ეხლა დღევანდელი კანონმდებლობით ნედლეულს ვერ შემოიტან საქართველოში ვერც ეხლა ესაც გადამამუშქარა სამუშაებელი ნედლეულია კი ბატონო თუმცა ნარჩენია ბატონო ბაკურ გეთანხმებით თუმცა მაგალითად ჩვენ თუ ნედლეული გავაგზავნეთ ექსპორტის რეჟიმში ევროკავშირის ქვეყნები ამას იღებენ ჩვეულებრივ რა თქმა უნდა აქ საუბარი არ არის იმაზე რომ რაღაც პოლიგონად გადაიქცეს ქვეყანა ნარჩენების მართვის კუთხით აქ საუბარია იმაზე რომ ვისაც აქვს შესაბამისი გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება ვისაც აქვს საწარმოო სიმძლავრეები და იმის ინფრასტრუქტურული რესურსი რომ მიიღოს ეს ნედლეული და დაამუშავოს იმ საწარმოოსთვის რა თქმა უნდა დაშვებული უნდა იყოს ეს უბედურება მაშინ არის როცა საწარმო არ ხდება მაშინ ხარ
უბრალოდ ნაგავსაყრელი, მაგრამ როდესაც უკვე საწარმოks ნედლეული გჭირდება მისი სრულმასშტაბიან ცირკულირებაზე გასვლისთვის, ამ დროს უნდა დაუშვა, რა თქმა უნდა, იმიტომ უშვებენ ევროპელებიც, იმიტომ რომ იციან, რომ თუ ეს არ დაუშვეს, მათი საწარმო გაჩერდება. სრულად გეთანხმებით, თუმცა ამ შემთხვევაში, ჩვენს შემთხვევაში, ქართული რეალობა რო ავიღოთ, არც წარმოებისთვის, ვისაც აწარმოა და აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სანებართო დოკუმენტაციები და აკმაყოფილებს ყველაფერს, არც მათთვის არის დაშვებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბრობთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, იმიტომ რომ Green Hub-ის პროექტი, რომელსაც ეხლა ვახორციელებთ, სწორედ ამის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ გვაქვს ხშირად მithქვამს ამავე ეთერში, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო გეოლოკაცია, გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენ პიონერი ვართ რეგიონში, რეგიონის ფართო გაგებით, არ არის მარტო საუბარი სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, საქართველოს როგორც კასპიის ზღვის დერეფნის შემადგენელი ნაწილი, ასე ვთქვათ, კასპიის ზღვის ქვეყნების სადერეფნო ნაწილი, რეგიონს ამ მასშტაბით, ასე ვთქვათ, ამ ასპექტში აღვიქვამდა ვსაუბრობ, გვაქვს ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი ბიოდიზელის წარმოების კუთხით. თუ მაგალითად ეს ქვეყნები პოზიციონირებენ როგორც ძირითადად ნედლეულის მიმწოდებლები ევროპული ბაზრებისთვის, საქართველოს პოზიციონირებს როგორც წარმოებელი და ნედლეულის მაგენერირებელი და რა თქმა უნდა ეს ჩვენ ქვეყანას თავის ასე ვთქვათ იმით აძლევს ამ კუთხიდან, როცა მეტი ნაბიჯები გადაიქმნება, მეტი მასშტაბირება მოხდება ამ პროცესის, რა თქმა უნდა, ეს მისცემს ქვეყანას იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ენერგოდამოუკიდებლობის. აი კანონმდებლებისგან, ანუ არის პერსპექტივები იმისა, რომ კანონი გასწორდეს გარკვეულწილად. მე პირდაპირ გეტყვი, სანდრო, ყოველგვარი დამატებების გარეშე, რომ აბსოლუტურად აი 2017 წლიდან დღემდე მხოლოდ ღია კარი, მხოლოდ მზაობა კოოპერაციისთვის, თანამშრომლობისთვის, მოსმენის განხილვის რეჟიმი, სხვა მე არაფერი არ შემოხვედრია. მე ვსაუბრობ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებზე, სადაც ეს კომუნიკაცია არის. თუმცა მოგეხსენებათ, შენი მხრიდან როგორც ბიზნესმა უნდა დაამტკიცო თავი, რომ ის ურთულესი 5 წელი უნდა გაიარო, უნდა დაამტკიცო, რომ მდგრადი ხარ, უნდა დაამტკიცო, რომ განვითარებაზე ორიენტირებული ხარ და გაქვს შესაძლებლობები, რომ რაღაც გარკვეული სიმძიმეები აწიო, მოდი ესე რომ ვთქვა უხეშად. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ 9 წელმა უკვე გარკვეული უკავშირი დატოვა კომპანიამ ქვეყანაში, ბიზნესში, სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმართებაში, რომ ჩვენ ვართ უნარიანები, შეგვწევს უნარი, რომ რიგი პროექტები მართოთ და როგორც ხშირად მithქვამ, სხვადასხვა სახის პროექტებს ვავითარებთ ქვეყანაში. და ეხლა მოვიდა ის დრო, რომ უკვე აქ მასშტაბის ეკონომიკა მიმუშაოს, აქ იმუშაოს იმან, რომ შევიძინოთ ჰაბის ფუნქცია, მივიღოთ ნედლეულებს, სხვა შორის მე ხშირად მithქვამს, რომ ჩვენ სომხეთში მუშაობ და ექსპორტის რეჟიმში ვაწვდით ევროკავშირს სომხეთიდან ტვირთზე, შევედით ყაზახეთის მარკეტზე, სომხეთში ჩვენ თვითონ ვართ შემგროვებელი, ყაზახეთში უკვე შეგროვებულ ტვირთებს ყიდულობ და აქ ეგრეთ წოდებული მიწოდების ჯაჭვებს ვაწყობთ და ამას ვაკეთებთ ევროპის მაგალითზე, როგორც Green Hub იქნება, ეს ჯაჭვი გადმოვაგდოთ ბატონო ბაკურ და ვიმართოთ. აზერბაიჯანიც არის ჩართული, ეს არის სომხეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ამ წუთის მდგომარეობით, სადაც კიდე მოდი ცოტა მოკრავი ადამიანის ენით რაღაც კითხვებს დავსვავ რა. ძალიან ნიშური რაღაც თემები წამოვიდა, რომელიც შეიძლება ვიღაცას არ ესმის ხა ჩემ მაყურებელს და ესე იგი ბლენდირებაზე როცა ლაპარაკობთ, ის ჩვეულებრივ ხდება გადარევაში ჩვეულებრივ დიზელთან. აბსოლუტურად. და რა თქმა უნდა, აკეთაშობილებს მას. ღირებულებით თემა როგორია, თქვათ, ნავთობ დიზელსა და ბიოდიზელს შორის. ძალიან კარგი შეკითხვა, უმეტესი მადლობა. რომ ინტერესი გაჩნდეს გადამრევისთვის, რომ ის იყიდოს. ეს არის Euro 6-ის ტიპის საწვავი. და აქ, რა თქმა უნდა, მონეტა უფრო ძვირად ღირებულია. თუმცა მე ვახსენე ბლენდირებული სახე და ვახსენე ის, რომ მინიმალურით არის დასაწყები და ეს არის B1-დან B10-მდე, ნუ მაქსიმუმი ეს არის B10 სამარხო ნიშნის ქვეშ, B ნიშნავს ანუ ბიოდიზელი 1%-ით შერევას B1, B10 10% და ასე შემდეგ. ჩვენი ასე ვთქვათ მიდგომით და კალკულაციით ეს მინიმალურადაც კი არ გააძვირებს საწვავს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბლენდირებული სახე არ აძლევს მას ასე ვთქვათ იმ ეკონომიკურ სიმძიმეს. მე მესმის ახლა აქ ერთი თეთრიც კი ძალზე მნიშვნელოვანია და მე ვიცი ძალიან ბევრი, როცა თუნდაც აი დიღმის გასასვლელში ხშირად მინახავს, რომ ავტომანქანები, რა ვიცი, ანელებენ, ტაბლოებს უყურებენ, რომ სად ნაკლები ის არის, მაგრამ მე ვითომე ძალიან უყურებს. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? ბიოსაწვავი არის Euro 6-ის ტიპის საწვავი, არის ძალიან მაღალი ხარისხის. პირველი, დიზელი არის ძალიან ხისტი თავისი ბუნებით და შესაბამისად დროთა განმავლობაში ძრავს აზიანებს. თუმცა
ბიოდიზელი ხო მეორეული საკვების ზეთებისგან ზოგადად ზეთოვანი კულტურებისგან კეთდება და მას საპოხი თვისებები აქვს ძალზედ კარგი დადებით ეფექტა ახდენს შერევისას, ბლენდირებისას და ერთის ხრივ რომ ეგრეთ წოდებული, რასაც ამბობენ, გაწევა აქვს ძალიან ხავდნენ ხოლმე. თუნდაც დაახლოებით იგივე თემას აკეთებს უფრო მაღალ დონეზე. მაღალ დონეზე არის უფრო მძლავრი, ასე ვთქვათ, ამ ნაწილში ავტომობილი და შესაბამისად ის ტექნიკური თვალსაზრისით დადებით ეფექტს ახდენს. ამიტომ მაგ განსხვავება იქნება მინიმალური, თუმცა ეს შეკითხვები ძალიან ბევრი იქნება გეთახმებით. ეს არის სახელმწიფო ვალდებულება უკვე, იმიტომ რომ პირდაპირ უნდა გაიწეროს წლების მიხედვით, რომ 1% უნდა დაემატოს საწვავს, ეს იყო ვალდებულებაში უნდა დაждდეს კომპანიების. სხვანაირად ძალიან გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ ისევე არის ნავთო მეორადი ზეთების გადამუშავება, მუშაობ თქვენი საბეზულ კომპანიასთან, რომელიც ასევე აწარმოებს ჩვეულებრივ ზეთებს ავტომობილის. იქ პირდაპირ უწერიათ ქვეყნებს 10% უნდა გამოიყენებოდეს გადამუშავებული ბაზა, 20% უნდა გამოიყენოს. ეს თუ ვალდებულებაში პირდაპირ სახელმწიფო კანონის მოთხოვნა არ მოხდა, თავისი ნებით ამას არ აკეთებდა. არავინ არ გააკეთებს და სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი. პირდაპირ ვალდებულებაში ჩაძეს წლების მიხედვით 1%, 2%, 3% ეს მზარდობა უნდა. ერთს დავამატებ. ზუსტი აქცენტი ძალიან ბატონო სანდრო აქ საკითხი რა არის, რომ მაგალითად გერმანიის მაგალითზე შემიძლია მოგიყვანოთ რა გააკეთა გერმანიამ რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა ბიოდიზელის წარმოების ბუმის, ასე ვთქვათ, ელემენტები გაჩნდა. მხარდაჭერის მექანიზმებზე ვსაუბრობთ ხშირად, შესვენებაზეც ვსაუბრობდით. მან გაათავისუფლა ბიოდიზელი აქციზისგან გარკვეული დროის მონაკვეთში. ამან ძალიან დიდი ბიძგი მისცა ინვესტორებს იმისთვის, რომ დაეწყოთ ინვესტიციები, გაეკეთებინათ იქ ფინანსური კონტრიბუციები, ინტერვენციები და აქედან გამომდინარე უკვე შემდგომ წარმოების თვალსაზრისით უკვე გაჩნდა ძალიან ბევრი საწარმო, უკვე დაიწყო მიწოდებები, აიწყო ინფრასტრუქტურული ჯაჭვი და ჩვენი ინიციატივაც ერთ-ერთი მათ შორის სწორედ მდგომარეობს ამაში, რომ აქ არ არის საუბარი იმაში, რომ ვიღაცა მაგალითად დაფინანსება მოიპოვოს საბიუჯეტო ნაწილში, არანაირ შემთხვევაში შეიძლება რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი მთავარი ეს არის ძალზე მასტიმულირებელი ჩარჩოები, მექანიზმები შეიქმნას, რაც ჩვენი მხრივ იმის სტიმულს მოგცემს, რომ უკვე ინვესტიციები განახორციელოთ. ერთ რეგიონში ვთქვათ, სადაც არ იყო არანაირი მსგავსი წარმოება, მისცეს საგადასახადო ნული, სანამ არ მოიღებდა წარმოება თავის თვითღირებულებას და 5 თუ 6 შოკოლადის წარმოებელი ფაბრიკა აშენდა იმ რეგიონში, მაგალითად ევროპის ერთ-ერთ რეგიონში უზარმაზარი ინვესტიციის ჩადება მოხდა რეგიონის განვითარებისთვის, ხო? ამიტომაც კანონმდებლობა არის სწორედ ეს. მესაჭე ხარ კანონმდებლობით იმ გემის, რომელიც მიყავს ეკონომიკის და ბიზნესი გაყვება. კი, იმ წუთში მოყვება ბიზნესი, სწორი ხედვა აუცილებელი უპირველეს ყოვლისა, რომ დავინახოთ ბიზნესის საჭიროებები. ძალიან მოკლედ რემარკა ქონდა გურმან და წავიყვანოთ ჩვენი საუბარი ფინანსზე. აი მაგალითად მე როგორც კითხულობდი თურქეთის სანაპირო ზოლზე განვითარება სასტუმროების სწორედ ეს ბუმი ამან გამოიწვია ალანია და ასე შემდეგ. გერმანელებმა იპოვეს ადგილი, მაგრამ მე სახელმწიფო ამას სწორე გაუგო და უზარმაზარი შეღავათების შედეგად დღეს არის 4000 სასტუმროა დღეს თურქეთის სანაპიროზე. სწორედ ამ შეღავათების აი გარი რა წერტილოვნად რეალურად კანონმდებლობის მთავარი პრეფერენციას და მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს რა მე დაინახო რა სწორად ინდუსტრია და შესაბამისად გააკეთო წერტილოვანი აქტები სექტორების განვითარებისთვის. სწრაფი რეაგირება. ეს თუ გაიწელა ათეულობით წლები, აი ეგ არის სწორედ დღეს ჩვენ ვთქვათ სახელმწიფოს მართვაში ვინც არის, აი სწრაფი რეაგირების ცოტა დეფიციტი არის, იმიტომ რომ ქვეყანაში ესეთი ცოტა დაულაგებელი სიტუაცია გვაქვს და ბევრი ხელშემშლელი ფაქტორია, მაგრამ მე მგონია უნდა გადავიდეთ სწორედ სწრაფ და ერთი აი უცებ შემოვიდა რაღაცა წიანდადება, განხილვა, საჭიროა შედეგი მოყვება, მეორე დღიდან უნდა ჩაეშვას, რაც შეიძლება მალე. აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩვენ არ აქვს დრო, ეხლა რაღაცა გაჭიმული ექსპერიმენტები. მოკლედ, საკანონმდებლო თემებზე ჩვენ გადაცემის მეორე ბლოკში გვექნება საუბარი, ენერგეტიკას ნამდვილად ჭირდება ეს ყველაფერი. შესაბამისად, მეორე ბლოკში უკვე მაია მელიქიძე შემოგვერდება პირდაპირ ეთერში, გრედას აღმასრულებელი დირექტორი, მე კი ისღა დამრჩენია, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო აქცენტებისთვის და აუცილებლად გურმანი ძალიან ხშირად არის ჩვენი გადაცემის სტუმარი და დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ გვესტუმრება სხვადასხვა სიახლეებს. წარმატებები ბიოდიზელ ჯორჯიას.